მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. შესარჩევი ფესტივალი. 3-4 ფინალური შეხვედრა, ნახევარფინალები. სწორედ ეს გზა გაიარეს ჩვენ ფინალისტებმა და დღეს იქნება ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისათვის. მაშასე ჩვენ ვიწყებთ ქართულ ლიგას. დღეს ფინალში არის წარმოდგენილი 4 გუნდი. ნებავიბოძე წარმომიდგინოთ ეს გუნდები. მაშასე აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ქესეუ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი და ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. ასევე ყავს კიდევ ერთი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ძალიან ძლიერი და მკაცრი ადამიანებით. მაშასე თავის შესახელობის გამიშოუ წამყვანი გიორგი გაბუნია. იუმორისტი და დუეტ ღაბაბის წევრი ჯიმი აბესაძე. ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის წევრი გენო პეტრიაშვილი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აქ არ დამთავრებულა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი მეზურნიშვილი. და ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. მინდა გითხრათ რომ დღევანდელ ფინალში გვექნება 3 კონკურსი, ეს არის იუმორისტული ნომერი, კითხვა-პასუხი დარბაზთან და მინდა გთხოვოთ რომ იაქტიუროთ, აქ კითხვა-პასუხის დროს იქნება დაყენებული შტატივები, მიკროფონები და შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები, რაც დაგაინტერესებთ, რა თემაზეც ნებისმიერზე და იმედია კარგ პასუხს გავცემენ. და მესამე კონკურსი იუმორისტული ნომერი ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგით, ეს ყველაფერი გითხარით. ეხლა მოდით ერთად გუნდებს უსურვოთ წარმატება, შეგიძლიათ მივიძარდეთ კულისებში ბავშვებო. სანამ გადავალთ პირველ კონკურსზე, მინდა მადლობა გადაუხადო დახმარებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნაზრაშვილს. და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეა ჯუღელს. დავიწყოთ ჩვენი პირველი კონკურსი. იუმორისტული ნომერი თქვენ წინაშეა გუნდი ქესეუ. გთხოვთ. ხელსარიელი თქვენთან არ მოვედით ხუმრობები ქუთაისურები გვაქვს გვიტყვით სიმონიკი იმას რაფერა მართლა სუფთა ბრიგოლი გვაქვს სენარი დაწერის დროს გაგვითავდა მელანი დარბაზში დაში ყველას გვევასება ქალს და კაცსაც ღიმილით გესალმება ქესეუ ქესეუ ბომბა ქესეუ ვერს გაცინებ და სიცილით წავივარდას ქესეუ ქესეუ ბომბა ქესეუ დადვართ ვიწყებთ მისალმებას მოგესალმებით თქვენ წინაშე აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ქესეუ მოკლედ დღეს ფინალი არის რა ჩემპიონობისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ჩემი იმედი გქონდეთ მე ვარ ამ გუნდში ერთადერთი მონაწილე ვინც სწრაფად აზროვნებს კარგი მაშინ მითხარი რამდენია 4x47 130 არასწორია მე გითხარი სწრაფად აზროვნებ თქო სწორად კი არა მეისად ამ ჩემ მათემატიკის მასწავლებელს ჟიურში რა უნდა? სანდრო, ეგ შენი მათემატიკის მასწავლებელი კი არა, ზვიად ბლიაძეა. ჩემთვის მაგას რა მნიშვნელობა აქვს? სინაზე ცხრიანი იმანაც დამიწერა და ამანაც. ჰოპ, მივადგი. თასთა ზღვასაც გავწევი. სანდრო, ჯიმის სიმღერებს ნუ პარავ.
გოგო, კარგი სიმღერებით ვერ გავხდი ცნობილი და იქნება ამით მაინც გავხდე. გოგოებო, კულისებში გამაცილეთ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ეხლა ფინალია და მოგების დროა. ზურა რომელი საათია? ბიჭო, საათი არა მაქვს, მაგრამ მოიცა ერთი წუთი. შეუნა მუსოკაცო, ამ დილის 11 საათზე რა დალევა აგიტყდა? 11 საათ ყოფილა. ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის სახლი გაძარცვეს. ძარცველებმა 7 ოქრო და 1 ვერცხლი აიღეს. ბიჭო, ზურა ისეთი ცეცხლოვანი სიტუაცია მაქვს სათამაშო. უნდა დავანგრიო, ბიჭო, აქ გაურობა. გამომიცხადე. გამომცხადე ბიჭო. ნახოთ სიტუაცია კენგურუმ შვილი დაკარგა. დეინგ რა გაურობა. მეტი უკეთესი არაფერი არა გაქვს? კი, როგორ არა? თათოლი გამოაცხადე. სიტუაცია ნიჭიერი სპორტსმენი და მისი მწვრთნელი. აბა ცოტნე შენ, ყველაფერი კარგად შეგიძლია, ყოვლად ნიჭიერო ჩემო სპორტსმენო. აგერ ბურთი, მოემზადე 11 მეტრიანი. აბა ღრმად ჩაისუნთქე. გამოექანე. დარტყმა, კარგია, ბრავო. არაჩვეულებრივია, მოდი. აბა სპორტსმენში ვნახოთ რა შეგვიძლია, მოდი. ჩემო ყოვლად ნიჭიერო, ყოვლის შემძლე სპორტსმენო. მოემზადე 3, 2, 1. ბრავო! ცოტნე. შენ ყველაფერი კარგად შეგიძლია. კარგია, ბრავო, ყოვლად ნიჭიერო, ყოჩა. სიტუაცია კილერი მაღაზიაში. პარკი გნებავთ? სიტუაცია სექს შოპის მაღაზიაში. არ გაიწე ძარცვა! სიტუაცია აფთიაქში. გამარჯობა, პრეზერვატივი გააქვთ? კი, წამო, ჩქარი, წამო. ასეთი შემთხვევა შეიძლება ყველა ეზოში მოხდეს. ნარკომანი. ლოთი. კუჩის ხალი. ნარკომანი. ლოთი. კუჩის ხალი. ნარკომანი. შეგასელა ლოთივა. სიტუაცია სამგორის სამარშრუტო ავტობუსში. აქ შემიჩერეთ თუ შეიძლება. აი ჩავედი მე. და ბოლოს, რისით მაგვინდა? არავით არის ბრაზილია და არავით არის საფრანგეთი. KSU ჩემპიონობაზე დაწერეთ 1-10. აშენდებით. თქვენ წინაშე იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი KSU. მადლობთ, ეს იყო გუნდი KSU. გუნდი KSU გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ შალვა კირთაძეს, ადმინისტრაციის უფროსს ბატონ სერგო სვანაძეს და სტუდენტურ თვითმმართველობას და მის პრეზიდენტს ბატონ ზურა კაპანაძეს.
შემდეგი ჩვენი მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ. გთხოვთ. მოგესალმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ. ჩვენ ფინალის მოსაგებად მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ვიკადროთ. მე ფინალის მოსაგებად მზად ვარ, რომ გენო პეტრიაშვილს ვეჯიდაო. მოდი გენო! გავიხსენო ძველი დრო! ბაბი ანი ვარ. ვიმე ანი გენო შეამერიე. მე ფინალის მოსაგებად მზად ვარ გიორგი გაბუნიას გავახტევინო. მიდი გაბუ! დროა! არა? აი ხო. კარგი ხო. თქვათ მოვიგეთ. ამით რა შეიცვლება? გავხოვდებით. მაიმე ბაბი არ დაიჯერო. ეგრე ლუკა გაბელაიამ ორჯერ მოიგო, მაგრამ მაშასე თესეუს ისტორიაში პირველად ზვიოს და შონზოს ღირსეული გამგზელებლები. ეი, თესეუში დუეტი ჯორჯია ისევ სწავლობს. კი მარა დუეტი ჯორჯი მაკა? დიახ, გისმენთ? ბაბი, ანი, ორი ბიჭი და ორი გოგო ვართ და რა უნდა გავაკეთო? ახლა ამას რო გაგდლიჟა შუაზე. კარგი რა, რა იფიქრე? საერთოდ არ მიფიქრია ჯოკერზე. რამე გრანდიოზული გვინდა. მაშასე ქართული ლიგის ისტორიაში პირველად ხვიჩა კვარაცხელიას პაროდია. ხვიჩა კვარაცხელია ვარ, ხვიჩა კვარაცხელია ვარ. ხალხო, რეპეტიციებზე იცით რა კარგად აკეთებდა? არა, რაღაც გვავიწყდება. Vamos, Georgiano Liga! აუ დიდი ბოდიში გამომექცა ისევ რა. ბავშვებო, თქვენ გეცოდინებათ. ესე იგი, გაბუნია შერეკილისკენ იქნება, ჯიმი ქუთაისისკენ და აი ნეტა სვიოვისკენ იქნება. ხაშუელო თესეუელო, ამიშოუების პროდიუსერო, ბავშვობაში მის ხაზების ბრეხოთი, მის უნერით უკვე კი ვიხდებოდი. მაგარი კაცია, ჩვენი ლეგენდა ხარცვიანი. თესეუს კაცია, დისკო ყველას კაცანი. უიჭია თურისკენ ყოფილა. ხალხო, ბატონ ირაკლის არ უნდა მიულოცოთ. რა უნდა მიულოცოთ? გვახალისებს ეს მზიანი დარი. ჟიურიში ბევრი სიახლეა. შვენს ირაკლის მიულოცოთ გულით. რადგან მისი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში ვიცე-პრეზიდენტად არჩევის დღეა. გილოცავ! კარგი!
რაღაცა გვავიწყდა. რაღაცა გავიწყდა. მე ვიცი როგორ მოვიგოთ ფინალი. აბა როგორ? ნებისმიერი რამე გამომიცხადეთ. ვნახოთ თემურ ქეცბაიას ძაღლი. თენგო, რა არის თენგო ეს? მოიცა კაცო თქვენ მოგება გინდათ თუ არა? ხო და თენგო მოგება რო გვინდა, მოდი რამე რეალურზე იმღერე. თენგო მე ვარ. ბოდიში. რეალური. გაზაფხულის მერცხალ მაგნა ჩემს მანქანაზე. რა ვიცი, აი რეალური თუ გინდოდეთ ეს იყო რეალური. ღერის გრიშაონიანი ბადრი შუბლაძესთან გინების კანონის შემოღების შემდეგ შენი ჩირაკელი კიდევ ერთხელ ისევ შოლბაჟორი უბრალოდ ქალაქურიზე პაჩერუ ბადრის კილებას რომ დავაბირე მეჯაკაჯა ვერ გადავიდი ამდენჯერიმე კარგია რომ არაფეხო აღალბაღალი კაჯა კონი ვიპოვე გამოსავალი ბადრი მისმირე კარგად ხალხო, გუნდში გუჯა რომ დავიმატეთ. არ უნდა უთხრათ ხალხს? არა? საიდან არის გუჯა? ბათუმიდან. უიფოთიდან. მოიცა, გუშინ რეპეტიციები რო ქონდა, რატომ არ იყო გუჯა? სულად იყო გოგო ადამიანი ახლა. ჰალო. გუჯა მიდი ე გამოვიცხადე ერთი წამი. რა სიცხვილია, რა სიგაყე მორჩა დასრულდა. დიდი მადლობა ნახვამდის. როცა სტრიპტის კლუბი და პოეზიის საღამო გვერდიგვერდ ტარდება. თაცმინდა ჩაფიქრებულა შეხურებს სისხლის ვარსკვლავსა ნათობის ხილებს მაღლით ფენს თავდაჩებული საფლავს მოსტანი გრძნობა მორევით თვალს დავლებს სარემარესა დაგულის პასუხს ნარნარად უმხერის ტურფა მხარესა ეხლა მემოვა ნიკა სხვათა შორის გუჯას ხალხის ამღერებად შეუძლია. ნე ხოლმე გაჩვენე. და გავერთოთ ერთი სიმღერა გავერთოთ ტაშიკი დარბასთან კრებს ესეუას დასაცეს მეტი რა უნდა ვაკეთოთ სესავსი უნდა გავთერხოთ სიოჩები
ესე გვაგირება დიდი მადლობა თქვენ წინაშე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მადლობა ეს იყო გუნდი თესეო. გუნდი თესეო გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ჯაბა სამუშიას და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს თვითმმართველობას. სანამ გადავალ ჩვენ შემდეგ მონაწილეზე მინდა გითხრათ რომ ჩემს წინ დგას სამი თასი, სამივე ლამაზია, ზომები სხვადასხვა. დიდი თასია რა თქმა უნდა ჩემპიონის და ეს ორი პატარა თასი არის ერთი საუკეთესო მოთამაშე გოგო, ერთი საუკეთესო მოთამაშე ბიჭი. ეგ უკვე ჟიური თქვენი გადასაწყვეტია დღეს ვინ მოგეწონებათ რომელი ბიჭი და რომელი გოგო. მაშ ასე გავაგზავნოთ ჩვენი კონკურსის შემდეგი მონაწილე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი გთხოვთ. მოგესალმებით. ჩვენი გამოსვლა გვინდა დავიწყოთ ჟიურის საფირმო ხუმრობით, რომელიც გუნდ შერეკლს არაერთხელ სმენია. ფინალში მონაწილეობა უკვე გამარჯვება. მეგობრებო, დღეს ყველაფერი ჟიურის შეფასებაზეა დამოკიდებული. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მათი გულები მოვიგოთ. ბატონო გენო, ბატონო ირაკ, ჩვენმა გუნდმა 4 ფინალი წააგო და მხოლოდ 1 მოიგო. 4? 1. 4? 1. ეს თუ სასწაული არ არის ახლა? აშერ განზომილი კარგო ახლა გადამიჭრია. გოგო ცანგალა, შენ მასკერამ დამღალა, მოდი ნუ გამაწალე. შენ ბიჭო პატარა ტელეფონში ლაპარაკი ისწავლე, გეიგე? ო, თუ არა, შენ რას გიზავ, ვიცი? შენ არ გწოდნია, ვიცია და გასწავლი, რა? დამიჭირე ერთ წამით. შენ რატოს უწევ, ვიჯო? შენ რატოს უწევ? მიმიში ერთა, მიმიში ახლოს, ვიჯო? შენ რატოს უწევ, ვიჯო? ვალალო, რა ხდება? რა ხდება და ვიღაც თემა ტელეფონში არატრადიციული ორიენტაციის მიწოდა და ვაიმე. მაგას რას უზავ, ვიცი? ასე რომ დავკუჭავ და ასე რომ ჩაგიდებ ჯიბეში და მოცხებ. ფინალში მეტი მრავალფეროვნება გვჭირდება. მოდი მაყურებელს ჩვენი მუსიკალური ნომერი შევთავაზოთ. კარგი აზრია. ნახოთ ნასვამი სოლისტი. ჰარი 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 ჰა. ჰარი 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 ჰა. ჰორი 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 ჰო. ჰორი 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 ჰო. ჰირი 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 ჰი. ჰირი 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 ჰი. ჰარი 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 ჰა. კარგით, მეგობრებო, მოდით უბრალოდ ჩვენს თავზე ვისაუბროთ. ეს დია გაუთხოვარია. მე მხოლოდ მაშინ გავთხოვდები, როდესაც პრინცი ყვავილებით ხელში მომაკითხავს, მუხლებზე დამიჩოკებს და ცოლობას მთხოვს. პირიდან ყვავილები გამოიღე, არაფერი არ მესმის. მეგობარო, თუ გინდა რომ ცოლად გამოყვეს, მუხლებზე უნდა დაუჩოქო.
მშვენიერო, როგორ ფიქრობ, წვები შენს გემოვნებაში? არა. რას ერჩი მშვენიერი ბიჭია? თემო ბოდიში წამაკი მარა. აი თხა მორჩე ჟღანაობას და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ნახოთ თეატრში მაყურებელმა სცენასთან ზედმეტად ახლოს აიღო ბილეთი. ვეზირნო, მომყევით. წამოდი ბიჭო. მოდით ნახოთ სიმინდის გამყიდველი, რომელმაც სეზონზე იმდენი ფული იშოვა, რომ უკვე თანამშრომელი აიყვანა. აბა, სემენდე! აბა, სემენდე! აბა, სემენდე! აბა, სემენდე! ალბათ ყველას გქონია სახლში ესეთი სარეცხის მანქანა. მოდით ნახოთ სამტრედიელი ბავშვი ბაღში. ლუკა მასწავლებელო. გუშინ დაგინახეთ. ლალი მასწავლებელ ბიცოლასთან ერთად რომ მიდიოდით მანქანით. და მე როტყეში გადაუხვიეთ. ჯერ პეპლები დავიჭირეთ. მე ყვავილები დავკრიფეთ. მე ლეგო ავაწყეთ. ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ ის მითხარით ბოლოს ბოლოს ლუკა მასწავლებელო ბოლოს ლუკამას ბოლოს ლალი მასწავლებელი ლუკა მასწავლებელო ლალი მასწავლებელი ბოლოს ლუკამას ბოლოს კარგესო რეს ლაპარაკობ დაგინახე იმერლებს ჩვევაში აქვთ ყველა სიტყვაზე ხუმრობის თქმა, თუმცა ზოგჯერ წარუმატებლად სრულდება. ნახოთ შემთხვევა ქუჩაში. ნახე ბიჭო იმ ხელაგას რამ ხელაწვერია. მაგი რაია ვეო ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? მაგი რაია ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? ამ ხელაწვერი აქვს ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? მე იცი გეტყვი აგე ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი ამ ხელაწვერი აქვს? რა ქონდა ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? რამ ხელაწვერი აქვს? ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? რამ ხელა არა და ქონდა ბიჭო მახსოვს რამ ხელაწვერი აქვს? ჩემ მეზობელს ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? რამ ხელაწვერი აქვს? ჩემ მეზობელს კი არა ახლავე მაგით უერ გითხარი ჩემ მეზობელს იმ ხელაწვერი აქვს? იმ ხელაწვერი აქვს ჩემ მეზობელს რამ ხელაწვერი აქვს? ჩემ მეზობელს მე რაღაცა გეტყვი ეს და ჩემ მეზობელს გამომე მეხარა რაღაცა
ჩემ მეზობელს იმხელა წვერი აქვს? იმხელა წვერი აქვს, რა ქვია, წვერის პარსვისას წყალი გაუთავდა ორჯერ. მაგე არა, სასაცილოს, მა. რაც ვიკეთებ, შენ მეიგე ფინალი და მე მოგება მინდა. და ბოლოს ძვირფასო ჟიური. ჩვენ თუ ამ ფინალს მოვიგებთ, მე აღარ დავლევ. მე მოწევას დავანებებ თავს. მე გავთხოვდები. აღარ ვთხოვდები. დიდი მადლობა თქვენ წინაშე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შერეკილი. მადლობთ, ეს იყო გუნდის შერეკილი. გუნდის შერეკილი დაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლო კომპანიანს. ასევე უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტური სერვისების და დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს ლევან ფიფიას, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მადლობას და მის პრეზიდენტ დავით ლეშკაშოვს. კარგით. და ჩვენი ბოლო მონაწილე ჭიათურა შავი ოქრო. ხოდ. საწევიდა ბიჭო ის. დაანებე თავი. შეხვდება კედელი და მობრუნდება უკან. მოგესალმებით. თქვენ წინაშეა ქალაქ ჭიათურის გუნდის შავი ოქრო. დღეს ფინალია და გადავწყვიტეთ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ ქართული ლიგის შესახებ. აბა ხვედე, რას გვეტყვი ქართულ ლიგაზე? რა უნდა ვთქვა? მადლობას ვუხდი ქართულ ლიგას. ერთ-ერთი ჭიათურელი ფეხბურთელი ვარ, რომელიც ეკრანზე გამოჩნდა. ვალერი, აბა შთენზე რა შთაბეჭდილება მოახდინა? კაი არის. რაჯობია გავლენიან ხალხთან ურთიერთობას. ტელევიზიაში რო რამე დაგჭირდეს, ზიო მეგეხმარება. ქუთაისში რო რამე დაგჭირდეს, გაბუნია მეგეხმარება. სპორტში რო რამე დაგჭირდეს, გენო მეგეხმარება. და ჯიმიზე რა სიტყვი? ჯიმი მეგეხმარები მე ერთი დღე. ვერ მევიცალე ამ რეპეტიციების გადამკიდე. აღა, ორი კრაზი შებენი, ჩვენ შორის სალაპარაკო არის. ნუ გამასულელებს ამიან რა იქნება. ანი, აბა შენ რას გვეტყვი? ქართულმა ლიგამ ბევრი რამე მასწავლა. აქამდე მარტო უფროსი და უმცროსი მეგონა თუ არსებობდა, თურმე კიდევ უფრო უფროსებიც არსებობენ. მარია, შენს გითხარი 1-2 სიტყვა. ქართულმა ლიგამ ისეთი პოპულარული გამხადა. ჭიათურაში ყველგან ჩემი პლაკატები არის გამოკრული. და ჩვენი პლაკატები რატო არ არის? მე რა ვიცი. ყოლოდა მამა თქვენებსაც ამწეკრანი და იქნებოდა. გვანცა, აბა შენ რა ახალი გაიგე ამ თამაშიდან?
ქართულ ლიგაზე მეჭორები გევიგე. თურმე ასტამა რო არის, ასტამა. მაგი ყოფილა აქაურობის ფედერაციის პრეზიდენტი. გვანცა, ეგ ხო ისედაც ყველა მიცის. ყველამ ქეიცით, მაგრამ დედას გაფიცებ გახსოვდათ. რამხელა კედელი უუშენებია, კინაღამ არ მივასწრდი ზედე. ხალხო რა ვახართ? ხუ არ გცხელად, ეგ არაბერი, ხელად მოვადეკემბერი. ჩვენთან ერთად არ შემოხვედი შენე. საათს ახვედი. რა იყო პირველად ჩაფიქდი ცხოვრებაში და უნდა გადამატანო თანა? ეგ ყველაფერი კაი, მაგრამ შენს გითხარი აბა რა მოგცა ახალი ქართულმა ლიგა? მე რაც გამაჩნია ყველაფერი ქართულმა ლიგა მომცა. მაგრამ ეტყობა ჩემი ზომები არ ქონა. სანამ მონის ეს ზედმეტად გაშინაურდება, გადავიდეთ სიტუაციებზე. მოდით ნახოთ ჭიათურელი ოქროს თევზი. ოქროს თევზი. გამიშვი და სამსურვილ შეგისრულებ თვის ბოლომდე. თვის ბოლომდე რას ქვია? მე რაბა სურვილები მაგ დაწყებული და რო არ დაუმთავრო მამკლამს. ნახოთ ჭიათურელი პირველყოფილები. ალიკა, ბაგა არ უნდა მაგა. მოკიდე მე რაბას ხელი და ჩემთან გუგაგა გაგა. ნახოთ ჭიათურელი ჰალკი. შენი გულისთვის ყველას დავხოც ამ სიყვარულო. ნუ გასვა მამუკა, წვანე ხარ სულე. შენი ნახველა, ახლა ნახველა შემგვანება. და ბოლოს, ჩვენი გამოსვლა გვინდა დავამთავროთ ვალერის ფანდურის მასწავლებლის სიტყვებით. დაანებე ფანდურს თავი და წიგნი დეიჭირები ძიახელში წიგნი. გმადლობთ თქვენს წინაშე იყო ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო. მადლობა იყო გუნდი შავი ოქრო დახმარებისთვის მადლობა სუხთის ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გივი მოდებაძეს. მადლობა დასრულდა ჩვენი პირველი კონკურსი. სანამ გადავალთ შემდეგ კონკურსზე ჟიურის თხოვს შევაფასოთ. შეგახსენოთ რომ მაქსიმალური ქულა არის 10. გავყვეთ აკაკის წერტილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ქესეუ 10 9 9 თესეუ უნივერსიტეტი 10 ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი 10 9 10 და ჭიათურას შავი ოქრო 10 9 მადლობა. სანამ გადავალთ შემდეგ კონკურსზე, კითხვა-პასუხზე, ჯერ შეჯამებული ანგარიში პირველი კონკურსისა. მაშასე ტექნიკური უნივერსიტეტი შერეკილი 47 ქულა, ქუთაისი ქესეუ 47 ქულა, ჭიათურა შავი ოქრო 49 ქულა და თესეუ 50 ქულა. კარგი, დავიწყოთ კითხვა-პასუხი, გუნდებო ხომ სათახат? კარგით. დავიწყოთ. ეგერ ქალბატონი დგას. გთხოვთ დასვით კითხვა. მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ.
როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი, როცა ჯიბეში 20 ლარი გიდევს? გაიმეორეთ კითხვა, შერეკილი პასუხობს. როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი, როცა ჯიბეში 20 ლარი გიდევს? 20 ლარი თუ მიდევს, სულ მოვეწონები მაგოგოს. მადლობა. გაიმეორეთ გოგონა კითხვა, თესე უპასუხობს. როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი, როცა ჯიბეში 20 ლარი გიდევს? კარგით. გაიმეორეთ კითხვა, ქესე უპასუხობს. როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი, როცა ჯიბეში 20 ლარი გიდევს? მესამე დღეა ჩამოსულები ვარ და რომელ ჯიბეში გიდევს გაფიცებ ყველაფერს მითხარი. მადლობა. გაიმეორეთ კითხვა, ჭიათურა პასუხობს. როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი, როცა ჯიბეში 20 ლარი გიდევს? თავარი ადამიანობა, ფული მეორე ხარისხოვანია. დიდი მადლობა. დასვით კითხვა გოგონა. გამარჯობა წარმატებები. თქვენი აზრით რა მოხდებოდა ვან გოგის მზესუმზირები ქართულს რომ დაეხატა? დასვით კითხვა დაუთმე გოგონას არა? თქვენი აზრით რა მოხდებოდა ვან გოგის მზესუმზირები ქართულს რომ დაეხატა? ვან გოგის სემიჩკები იქნებოდა. მადლობა ეს კოჭიათურა ქესე უპასუხობს. თქვენი აზრით რა მოხდებოდა ვან გოგის მზესუმზირები ქართულს რომ დაეხატა? ორნაირს დახატავდა ლურჯს, მარილიანს და წითელს უმარილოს. მადლობა. თესე უპასუხობს. თქვენი აზრით რა მოხდებოდა ვან გოგის მზესუმზირები ქართულს რომ დაეხატა? დაინახე რა ვარი კარგად გიპასუხა. მოდი გვაცულა ჩემმა გევრატაც უპასუხე მამედას, ჩხრიალა და მამედას კარგო. მოდი. ხო, დასვით კითხვა. გამარჯობა, წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში. ფეხსაცმელი მიჭერს და მალე დაამთავრებთ? აბა გაიმეორე კითხვა, ჭიათურა პასუხობს. ფეხსაცმელი მიჭერს და მალე დაამთავრებთ? მეც სულ ჩამაქლითა უკან ფეხები ისე. დასვით კითხვა, ქესე უპასუხობს. ფეხსაცმელი მიჭერს და მალე დაამთავრებთ? თელი დღეა მაგ ფეხსაცმელებს ვეძებ. მომეც დროს დამიბრუნე. მადლობა. თესე უპასუხობს, გაიმეორეთ კითხვა. ფეხსაცმელი მიჭერს და მალე დაამთავრებთ? გაათხოვებ ჩემსას 54-ს. გააიღე, გათხოვები. დასვით კითხვა გოგონა გთხოვთ. გამარჯობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩემი აზრით ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება. ჩემი აზრით თამაშს ცოტა ტემპი აკლია მეთანხმებით. გაიმეორე კითხვა, თესე უპასუხობს. ჩემი აზრით თამაშს ცოტა ტემპი აკლია მეთანხმებით. ახლაც აკლია? მადლობა ეს ხო თესე, გაიმეორეთ კითხვა, შერეკლი პასუხობს. ჩემი აზრით თამაშს ცოტა ტემპი აკლია მეთანხმებით. შენ რა გონია ახლა, შენ მაგი ტემპით იკითხე? და ქესეუ. ჩემი აზრით თამაშს ცოტა ტემპი აკლია მეთანხმებით. ტემპი კი რა კონდიციონერი აკლია, გლა ხათავარდები გუდ. მალე დაამთავრეთ. მადლობა, გეთანხმებით ქესეუ. დასვით კითხვა. მოგესალმებით, რას მირჩევთ წელს სოკო ჭამო? გაიმეორეთ კითხვა, ქესეუ. რას მირჩევთ წელს სოკო ჭამო? ზუსტად მაგითხვა დამისვა ბაბუაჩემა ბოლოს. დიდი მადლობა. დასვით კითხვა. ჯოკრისთვის მეწყვილეს ვეძებ და ვის მირჩევთ? დასვით კითხვა. ჯოკრისთვის მეწყვილეს ვეძებ და ვის მირჩევთ? ზვიოსთან ერთად ითამაშე ცხრიანებშია მაგარი. მადლობა ეს ხო ქესეუ, გაიმეორეთ კითხვა. ჯოკრისთვის მეწყვილეს ვეძებ და ვის მირჩევთ? გაქალით უყავს ორნი ვარ და წამოვალ.
გაიმეორეთ კითხვა შერეკილი პასუხობს. ჯოკრისთვის მეწყვილეს ვეძებ და ვის მირჩევთ? მშვენიერო. მადლობა ეს შერეკილი. და ჭიათურა ჯოკრისთვის მეწყვილეს ვეძებ და ვის მირჩევთ? რა ვიცი ამათ თუ ასწავლი ქეწამოვლიან რა ვიცი მადლობა. დიდი მადლობა გოგონა. დასვით კითხვა. გამარჯობა. როცა ვსვალ დინოზავრივით ვღრიალებ და რა ვქნა? და ჭიათურა როცა ვსვალ დინოზავრივით ვღრიალებ და რა ვქნა? დედა მამუკა შენ ხარ შენ გადაშენდი და თესეუ. ხო, გაიმეორეთ კითხვა. როცა ვსვალ დინოზავრივით ვღრიალებ და რა ვქნა? მე თემურ ქეცბაიას აღლივდი. დიდი მადლობა, მადლობა. დასვით გოგონა კითხვა. მოგესალმებით. მე მაინტერესებს როგორ გავთხოვდეთ. გაიმეორეთ კითხვა, თესეუ მიცე. როგორ გავთხოვდეთ? ჯერ ჩამოწი მიკროფონი და მე გათხოვდე. მადლობა. როგორ გავთხოვდეთ? შენ დაგვემატე ეხლა კიდე 3 მყავ შენაირი. მადლობა, დიდი მადლობა გოგონა. დასვით კითხვა. ყურადღებით გუნდებს. წარმატებები. რატომ არ ბინადრობს საქართველოში ზოლებიანი აფთარი? გაიმეორე კითხვა. რატომ არ ბინადრობს საქართველოში ზოლებიანი აფთარი? აგერა ვარ მე. მადლობა ქესეუს. გაიმეორეთ კითხვა. რატომ არ ბინადრობს საქართველოში ზოლებიანი აფთარი? თუ მოული რა არ ბინადრობს. მადლობა გუნდებს. შეგიძლიათ უკვე მივზანდეთ და მოემზადოთ მესამე კონკურსისათვის. მაშასე დასრულდა ჩვენი მეორე კონკურსი, კითხვა პასუხი. აქაც ფულის მაქსიმალური შეფასება არის 10. თხოვ ჟიურის დავიწყოთ. ქესეუ 10 ეხა თსუ უნივერსიტეტი 9 10 9 შერეკილი 9 10 9 და შავი ოქრო 9 10 9 მადლობა. სანამ გადავალთ შემდეგ კონკურსზე, ჩვენს ბოლო კონკურსზე, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატრაშვილს და ამავე ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თია ჯუღელს. ეს მარტო კითხვა პასუხია. თესეუ 46 ქულა, შერეკილი 46 ქულა, ჭიათურა შავი ოქრო 48 ქულა, ქესეუ 50 ქულა. კარგით, გავაგრძელოთ ჩვენი მესამე კონკურსი, ეს არის იუმორისტული ნომერი ცნობილ ადამიანთან ერთად. პირველი თქვენს წარდგება ჭიათურის გუნდის შავი ოქრო. გთხოვთ. გამარჯობა. მე თია ჯაჯანიძე ვარ. ტელეკომპანია იმერვიზიის ყველაზე რეიტინგული და ყველაზე მისტიკური გადაცემის სხვა რაკურსის წამყვანი. სულ სხვა რაკურსი და სულ სხვა შეხედულობები თია ჯაჯანიძესთან ერთად. ჩემი გადაცემის სპონსორია ჭიათურაში წარმოებული ლიმონათი 10 ნათი. ლიმონათი 10 ნათი. სხლითი, ბლითი, მალინათი. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. სოფელ ხრეიჩი რეიკი გამოჩნდა. რას ყვებიან რეიკის სოფრომაძის ოჯახის წევრები? და უკავშირდება თუ არა ეს ზებუნებრივი მოვლენა დასპირტულ ღვინოს? ქალების გულთამპყრობელი ჭიათურიდან მორიგ სკანდალში გეეხვა.
რას ვერ პატიობს მისტერ ჭიათურას ზოგ-ზოგიერთი აცვენილი ქალი. კაპანაძეების ოჯახის მტკიცებით, მათ სახლში სული დახეტიალობს. რატო ვერ ისვენებს ხონებული მერაბი და რატო აღარ გადიან მის საფლავზე მის სიძლები? ახლა კი სანამ თავარ თემაზე გადავალ, მინდა წარგიდგინოთ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მოწვეული ექსპერტი თბილისიდან, რომელსაც ჭიათურული ფესვები აქვს, ბატონი გია ჯაჯანიძე. მოგესალმებით. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქა ვარ. ჩემ ჭიათურას უყურებ. ქალაქს, რომელიც სავსეა ბრჭყვიალებით, მისტიკით, მაგიით, მარგანეცით, თვალმარგალიტით. გეიხარეთ ბატონია, გეიხარეთ. ესე იგი ახლოდანაც რა ჯადოსნური ყოფილხართ? ნეკი მომწყდა, ნეკი. და არა უშავსა, დაბძანდით აგერ, დაბძანდით და ნირთვით ჩვენი გადაცემის სპონსორი ლიმონათი 10 ნათი. არ მინდა. არა, გადასარევი ლიმონათია, მირ. ჯერა, მაგრამ არ მინდა. კარგით, მაშინ გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, რა ვიცი. სოფელ ხრეიჩი რეიკი გამოჩნდა. თვითმხილველების თქმით, რეიკმა თანასოფლელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტყეში გაუჩინარდა. ოხ, რეიკი სოფრომაძე, რა გლახა სიმთვრალეგა შენ გადაში. ახლა კი მინდა სტუდიაში მოვიწვიო რეიკი სოფრომაძის ძმა, როინი სოფრომაძე, რომელსაც კითხვებს ბატონი გია ჯაჯანიძე დაუსვამს. გამარჯობა. როინი, მომყევი მაყურებელს რა მოხდა? რა ვიცი, ბიჭები ვსვავდით. მაგარი მთვრალები ვიყავით ჩემ აზრამ, გინა თუ არა ჩაკიდული უნდა დავლიო. იყო პატარა არყიჭიქა და ჩააგდო პივის ჭიქაში. და წკება. აი რომ წკება. იმის შემდეგ რა მოხდა? წკება და შემეიხია მაიკაი. დედა. გეიქცა ხელებითი და ფეხებითი ტყეში. ჩემი ძმა კი არის, მაგრამ სიმთვრალე მართლა გლახა აქვს. ბატონო გია, რით ანუგეშებთ რეიკის სოფრომაძის ოჯახის წევრებს? ან თვითონ რეიკის რას ეტყოდით? რა ვიცი, აბა შვილო რეიკ. დაუბრუნდი ოჯახს, დედას, მამას, ნუ ანერვიულებ. რეიკ, მოდი გონზე. დიდი მადლობა როინი, ღმერთმა სახსალამათი დაგიმბრუნო, შენი ძამია ეგ. მირ თუ ჩვენი გადაცემის პარტნიორი ლიმონათი 10 ნათი. არ მინდა მადლობა. ვერ ვსვავ. ახლა კი ზარია ეთერში, დიახ გისმენთ? თია, გამარჯობა თიაშე შემოგევლე. გია ყავს თუმრად რა ვარს გევიგე მალაპარაკე თია რა იქ. დიახ, ჩვენთან არის კი ესმის თქვენი ხმა. გია უნამიშველო ზამიკო გია. სული არის სახში, სული. რა სული ვერ გავიგე? ესე იგი რა ვერ სული დგია სახში გია, გამიგე, სული დგია. აჰა. და უფრო კონკრეტულად ვერ მივხვდი რა. რა ვერ გითხრა, ესე იგი სახში რო შედიხარ, რაღაცნაირი სპეციფიკური სული დგია, გამიგე. გაუთიშეთ. ბატონო. როდესაც ამ დონის გადაცემაში რეკავთ, ვალდებული ხართ, რომ გამართულად ილაპარაკოთ, კაცო, რა არის? ახლა კი გადავდივართ თემაზე, რომელზეც მთელი ჭიათურა ლაპარაკობს. ჩვენი სტუმარია ქალების გულთამყრობელი ჭიათურიდან ონისე მაჭავარიანი. აი გამარჯობათ. ონისე, მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივად გამეიყურებ. მადლობა თია. ონისე, მუდმივად ქალბატონების ყურადღების ცენტრში რო ხარ, თულია?
სიმართლე გითხრა რთულია. რამდენჯერ მინატრია რომ მეც ერთი არაფრით გამორჩეული ადამიანი ვიყო. მაგრამ რაც არ დეინანა ამ დანოცვლებულებამ სილამაზე არის. იცით რა და მაინტერესებს? ბატონო გია, მე ვეღარ ვუძლებ ამ სრულყოფილებას და თქვენს დაუსვით 1-2 შეკითხვა ბრძანეთ. აი ვერ მოვიტფინე და იცით რა მაინტერესებს? ესეთი სრულყოფილება, ესეთი უნაკლო, ესეთი სასწაული, როგორ მიაღწიეთ ამას ყველაფერს? მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ აბა რა გითხრათ სასწაული პირდა. მართალია ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ და ვერ ჩავწვდით თქვენ საიდუმლოს, მაგრამ მე შემიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი გადაცემის პარტნიორი ლიმონათი 10 ნათი. არმინა გენაცვალე, მადლობა თია. ახლა კი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. კაპანაძეების სახლში სული ჩასახთა. პირველად კაპანაძეებს ეჭვი მაშინ შეეპარათ, როცა 4 სულიან ოჯახში წყლის გადასახადი 5 სულზე მევიდა. ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი სტუმარი გაგცემს. მიესალმეთ, მერაბი კაპანაძის სული სტუდიაში. კაი გამარჯობა თქვენ. შემოსასვლელში გიფსოკარტონის კედელში გამევიარე. მაგარი ნაკეთები არის, მალადეც ძმაო. გია, ბიჭო, რა ვახარ ზამი? კარგად, შენ რა ვახარ? და თქვენ იცნობთ ერთმანეთს? მეზობელი იყო ჩემი. რა შვები, სადე იკარგე ბიჭო? რა ვა, გამომიძახე და არ მევედი გია. შენ დარსაც რა იუმორი გაგდე და გადავიღე. იცი რა მაინტერესებს? რომელ წელში გარდაიცვალე? ესე იგი მე გერდევიცვალე 95-ში. არა, მეიცა 98-ში ნუ და რა გერდევიცვალე. მე გერდევიცვლებოდი 97-ში. შენ ჩემ გასვენებაში ხო იყავი მოსული? აბა არ ვიღავი. ფული რამდენი დადები? 15 ლარი. რა არის 15 ლარი გია? რა არის და იმ დროს დიდი ფული იყო და თან მეზობლებმა რამდენიც დადეს, იმდენი დავდე მეც. კაი, როდის ყოფილა 15 ლარი? მერაბი, მოდი, ნუღა შევაწუხებთ ახლა ჩვენ მოწვეულ სტუმარს და მოდი მე შემოგთავაზებ ჩვენი გადაცემის პარტნიორ ლიმონად 10 ნათის, ხო დააგემოვნებ? სიამოვნებით. ვაიმე, ცუდად არის, ცუდად. დაუძახე სასწრაფო კაცი. რა უთხრა მერე სასწრაფოს რა? უთხარი სული კვდება თქო, სული. გადაცდა ლიმონათი. ჩვენი გადაცემის პარტნიორი ლიმონათი 10 ნათი გადაცდა. გოგო, დაანები ამ ლიმონათს თავი გაკვდება ადამიანი, კვდება. დაუძახე გეიყვანეთ რა ვიცი, მიხედავენ მერე. ვაიმე. დედა, ეს რა სასწაული მოხდა კაცო. ხო. მოდი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენო სტუმრებო, ჩვენო ჟიური. გადაცემის ბოლოს მინდა გითხრათ, რომ თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ თითო 5 ლიმონათი 10 ნათი. სხლითი, ფლითი, მალინათი. მადლობთ ეს იყო გუნდი შავი ოქრო გია ჯაჯანიძესთან ერთად. სანამ გადავართ შემდეგ მონაწილეზე, მინდა აგერ დაუთვლიათ უკვე 2 კონკურსის ჯამი და ასე რომ მინდა გაგაცნოთ მაშას, ესე იგი შერეკილი 93 ხულა, თესეო 96 ხულა, ქესეო 97 ხულა, შავი ოქრო 97 ხულა. გავაგზავნოთ ჩვენი მესამე კონკურსი, თქვენ წინაშეა შერეკილი ტექნიკური უნივერსიტეტი, გთხოვთ.
წარმოგიდგენთ უცნაურ შემთხვევას. რა მოხდებოდა მაშინ ქართული ლიგის ჟიურის წევრები რომ თევზები ყოფილიყვნენ? Замო. თემო, დაიმახსოვრე თევზაობის პირველი წესი. არ ილაპარაკო. თორე ასე შეიძლება თევზები დაამტყო. ხო მართლა, ფული რომ გასისხე, როდის უნდა დამბრუნო? რა გითხარი? ვალალო, შენ ფსიქოლოგმა თევზაობა რომ დაგინიშნა, გამოიღო შედეგი? რა შედარება? რა შედარება? ნეტა ეხა ჟიურის წევრები რო გვიყურებენ, ჩვენზე რას ფიქრობენ? რას ფიქრობენ და მოვიდნენო რიბაკი ბიჭები. ჩვენი ძმები მოვიდნენო. ჩვენი დამჭერები მოვიდნენო. ავადოგიანი ბიჭებიო. გაშვები თქვენ ისე როგორ მიდის თქვენი სეზონი? თუ არის რამე კლიო ვიჭირება? არის თევზჭერა. სამწუხაროდ არაფერი. მაგარი სამწუხაროა. ჩვენც ასე ვართ, ჩვენც მაგარ სამწუხარო სიტუაციაში ვართ. გეტყვი ახლა გუშინ წინდელიდან დავიწყებ, მაშინ რაში გაინტერესებს ჩვენ ძველი წარსულები, რა. გუშინ წინ, კაროჩე. ძალიან ადრე გავიხვიძე, გუშინ წინ წავედი სათევზაოდ, ძალიან დიდხანს ვიჯექი, ვერაფერი ვერ დაბეჭირე. ამაზე ნერვებ ნოშლილი, კაროჩე, ლაშა აგერიყო. უფრო ადრე გავიხვიძე გუშინ ძმა. უფრო დიდხანს ვიჯექი, კაროჩე, უფრო დიდხანს თევზაობდი, მაინც ვერაფერი ვერ დაბეჭირე. მე თქვი, განახებ ახლა შენ როგორ უნდა. საერთოდ არ მიძინია, ერთი. ერთი წვეთი არ მიძინია ძმა. უძინარი წევედი, კაროჩე, მთელი დღე იგზივარ დღეს, ვერაფერი ვერ დაბეჭირე, ცარიელი მან მთლიანად. ბიჭო, ხალე ანკესით ხო არ გვეცადა? ანკესით გვეცადა. ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ? ისე ბიჭებო, თქვენს კაი ჭკვიანები ხარ, აქ წყალში თევზაობს, ეს ადვილია წყალში თევზაობა. მიდი აბა ტყეში მოუსინჯეს, მაგრამ როგორია ტყეში? გასაულია. ბიჭებო, თქვენ ერთი ის გითხარით ზვიად ბლიაძე თუ დაგიჭერია? აუ, ზვიადი ჩვენ დაგვიჭერია, მაგრამ ჩვენ ზიადიზე მაგარი ნაწყენი ვართ. სიონზე ვიყავით, მე და ლაშა ვიყავით, აგერ თელ სიონს ასე თელ სიონს მოუსვი, ასე ბადე, კაროჩე, ერთი კინკილა ზვიადი ამოყვავენ. ერთი კინკილა, მე ვიფიქრე ახლა ფხიანი თევზია, მე ვიფიქრე გავუშვი, კაროჩე. ამან გავუშვი, ბიჭო, გაცურა მიუცურია წარმატებას. წარმატებას მიცურა, კაროჩე, რადგინდა, არც ერთი მადლობა, ან გაიხარეთ, ბიჭებო. ნოლდმიმანია, ზონა ცარიელია მესენჯერი. Inbox poster. კიდე ვინ დაგიჭერიათ? კიდე დაგვიჭერია გიორგი კაბუნია. გიორგი, მაგრამ გიორგის დაჭერა, ისე ადვილი არ გეგმო. გიორგი ერთ-ერთი რთულთაგანი თევზია. ერთ-ერთი რთულთაგანია, გიორგის დაჭერა, რატომ ახლა იკითხავ? რატო ხო? რაც მინდა შენ იკითხვა, მე გეტყვი ვერ და რატო არის გიორგის დაჭერა რთული გაბიჭო? ისეთი თევზია რა, ვერ გაიგე, ვერ დეიჭერს. წითელ ჭიაზე ვერ დეიჭერ, თეთრ ჭიაზე ვერ დეიჭერ. ახლა თუ ლავირებს, რას ხა მოძრაობა აქვს ისეთი, ვერც პურზე დეიჭერს, ვერც მინძე დეიჭერ. 3 დღეა ზმა დავზებს სალაპარაკოთ ვერ დაბეჭირებ. მაგრამ მე ვიფიქრე ახლა ენერგეტიკი კაცია, კაროჩე, დენით უნდა მოუსინჯო ერთი. გასიძახი, ვი გაჩუნდი. დენი თევზაობა კანონდარღვევაა? გასიძახია, კანონდარღვევაა დენი თევზაობა. აბა რატო გაგიშვები მოსამართლემ 3 წლის ციხეში? მე რა ვიცი, იგა ვენდე სიტყვაზე პირდაპირ წადიოდა. აბა ხიპის ხوار დაუწყები. ხიპის ხوار დავეწყები პირობითი მაქვს ესელა ახლა. ბიჭებო, მე მაინტერესებს ყველაზე დიდი რამხელა თევზი დაგიჭერიათ. უხერხული პასუხია, ვალა, უხერხული პასუხია, მაგრამ უნდა გაგცე რა ვქნას. ასე ამხელა დამიჭერია, ამხელა. მინიმუმ. ო. მე კუდს არ თვლებ ახლა. კუდი თუ ცოტა მეტი გამოდის.
მე მასე დამიჭერია ასე ამხელა დამიჭერია. ყოილია. მე მასე ძმა. ამიგები. ამ ხელარი ვიჭერს მასე ვიყავი მოხონული. ვერ წაიღებდეს. მასე კაცო, მაგი რა არის? მე დავიჭირე. თემური ქენი ერთ ამ ხელი. ასე, არა, მეცადე. ასე. ასე ამ ხელა უეჭველი იყო, კი? მაგი რა არის? ასე ეს ჩადი შენ ამ ხელა დავიჭირე. გამოვიდა. შენ უფრო დიდი დაგიჭერია. ასიზა. თქვენი დაჭერები საერთოდ არაფერია ძმა. გასვია. მე რა დავიჭირე იცი? ქალთევზა დავიჭირე. აი ვეჯო. ქალთევზა დავიჭირეო და მე თქვი პატარას დავეპათხოდები სიმონდა. ეს პათხოდისტია ამა უბედური პათხოდისტი. კაცი ქალი მიგიწყობს ასე ერთმანეთს. ამას შეუძლია დემოგრაფიული პრობლემა მოაგვაროს. მე ხოდა დავიჭირე ქალთევზა და ერთი ყავაზე დავპატიჟები, ქითური პეროგი გამოუცხე მერე და ბიჭო შებოლილი გაიჩითა და გავუშვი. და რატო გავუშვი? სხვისი შებოლილია თმინდავი. ბიჭებო, ოქროს თევზის თუ დაგიჭერიათ? კი, რაფერი არა. რაში ძახე? არ დაგვიჭერია? დავიჭირეო. დაიჭირე და მე მომტეხები პონტიდან. ერთ სურვილს ასრულებდა. ვერცხლი დაგიჭერია, მე გამიხსნა გულე. დავიჭირე ოქროს თევზი და ერთ სურვილს შეგისრულებო რაც გინდაო. ნებისმიერი მთხოვეო და მე თქვი გუნდ შერეკილთან ერთად მათამაში მეთქი და რა ვიცოდები თუ ასრულებდა, თორე მაგას რაფერ ვეტყოდი. ბიჭებო, ყველაფერი გამიგია. სხვაზე თევზაობა გამიგია ძმა. ტბაზე გამიგია. დინარეზე გამიგია და თქვენ სამედიცინო უნივერსიტეტთან რატო თევზაობთ? ამას რას ეკითხები? მე მკითხებ, შენ ხომ ერთად მომები ხომ ვიცნობ? მე შენ გეკითხები, თორე ამათ უყურები. აი მაშინ მეც მასე გიპასუხო. ამათ რას ეკითხები? მე მკითხები. მე მეთევზეს გოუშვებ რენტგენში ვატარებ, იმას რა. ისი დაჭერა იცი, შეუძლია ყველაფერი ვიცი და ამათ რო უყურებ ახლა. ესენი სხვაზე გოუშვებ ვერ დაიჭერენ ძმა. დინარეზე რო გოუშვა, იქაც ვერ დაიჭერენ ძმა. ტბაზე რო გაგიშვა, თუ გინდა ეგ აკვარიუმში ჩაგაძენს, იქა კიდე ვერ დაიჭერ თევზს და იყვნენ აქ აბეჯოგი მაინც მეტროსთან არიან ახლოს. წამოვიდა წავიდა უსვათ. მოდი აღარ გვინდა თევზაობა. პირდაპირ кейფზე გადავიდე და ჩვენი გაცნობის დავლიოთ. ოჩახ, თემო, შენ ოჩახ, შენი მოფიქრებული იქნება ისე ბატონო. შენ არ გეწყინოს, შენ წახვალ ლუდზე, დამელოდე? შენ წახვალ ლუდზე, ლუდს მოიტან. შენ მოიტან თევზს? არა, შენ თევზს ვერ მოიტან. რა იცი, იზვი ამან თევზი ვერ იცეს, მე წავალ. შენ განდობ თევზის ამბავს. შენ წადი პურზე. სამაგერად პურს მოიტან, შავი პური და არ დაიწყო და ახლა მე ვკისრულობ და ეგენი ჭიქები მომაქვს მე, პლასმასის ჭიქები მაქვს რა. ასეთი ჭიქები. და ბოლოს ქუთაისურ პონჩი. ხო. რა არის ამ სკეჩში მთავარი სათქმელი? რა არის ლაშა რა გვინდოდა რო გვეთქვა? შენ თქვიგას მე რა ვიცი? შენ თქვი მაგრამ იცი. აი შენ იცი, კაი თქმა, შენ კაი თქმელი ხარ. შენ ხარ თქმელი? შენ ხარ უთქმელი მასე გასო. მასე შენ ხარ ურთხელი. უძდელი ხარ მასე. მასე შენ ხარ ყურდღელი. შენ ხარ მასე მა? აი არ გვინდა ესე ხალხია. კაი ბიჭებო, მე ვიტყვი. შენ თქვი რომ მე ხიპიშება ხო ხედავ? კარგი, მე ვიტყვი. შენ თქვი? მე ვიტყვი რისი შენ თქვი მე თქვი დაიწყე რა. და ბოლოს. ამ სკეჩით გვინდოდა გვეთქვა რომ უბედური სიცხეები დაიჭირა თბილისში. ეს არ გეთქვა კი მაინც.
დიდი მადლობა თქვენს წინაშე იყო ღამის სარდაფი და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შერეკილი. მადლობთ ეს იყო გუნდი შერეკილი და რიბაკი ბიჭები ლუკა გადელია და ლაშა გუშარაშვილი. შემდეგი ჩვენი მონაწილე ქესეუ. გთხოვთ. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა. მედი არაფერი ჩება. მობრძანდით. გამარჯობა, გიოცავ დაბადების დღეს მრავალსა ეს არის ჩემო კარგო ხელსარიელები ვარ და ვერ შემოვალთ ბოდიში. მობრძანდით. ბავშვთან სირცხვილია. რა სირცხვილია მობრძანდით კაც? სირცხვილია ხერცალიერები ვართ. იმ სახში მისვლის არ შეხვდა და ჩემ ჰაუში მოსვლა გწვენიათ? ხო, კაი, გიო, მოგვეგოი პროექტი და იქნებოდა რაცხა და ახლა. ახე რა სუფრა არის? რა სასწაულია. კიო ვინ არის? აუ რა კაი. შენ მე და შენ ვიქნები ხერთან შენ მე და შენ გლავე ხერთან ბედინა და პატარა გიო მე და შენ გამარჯობეთ გამარჯობა გაბუ იო გამარჯობა ზიო იო გამარჯობათ ბატონო ირაკლი იო ბედინა ბაბუა. რეპერები ხელებს ასე რო აკეთებთ ხოლმე, ესენი რას ნიშნავს? ეს ბაბუ არის ვესტი ეს არის ისტი და ასეც რომ აკეთებთ ეს რას ნიშნავს? ეს ბაბუა ვესტს და ის შორის რიკოთის გვირავია დედა! მამა სად არის? ხო რა იყო? ბედინა. ქართული რეპის მამა კი არა, მამამისი იკითხა, კაცო. პატვალში ამჯერ სვამს გაანებე მაგას თავი. არ უთქვია შენზე ჭამე გატეხე ხაჭაპური არქშია. ისე რა მაინტერესებს ბედინა? ემინემთან ერთად თუ რამე გაქვს დაწერილი? თუფაკის გასვენებაში 200 მანეთი ჩავწერეთ ერთად. ვაა, იმდროს 200 მანეთი ჩავწერეთ. გიო კარზე ვინ არის? გიო რა მაგარი სიმღერა გვაქვს არა? ხინში ძლიერიან და ჭირშიც ხო იცი? ადეკი ბიჭო, ადეკი რასელოდები ბიჭო, რასცა რას განხარ? რას დაგიყოლეჭია თვალები ბიჭო? ახალდაბის თევზივითა. მიწიე გვერდზე დამაჯინე რა. მიდი. ისე რა მაგარი სტუმრები მოგვივიდა გიოს დაბადების დღეზე. რამდენი ხანია თქვენი ნახვა მინდოდა და მაინტერესებს ქუჩის ბიჭების სახელი საიდან შეიქმნა, დაირქვა? ეს დიდი ამბავია. ადრე ჩვენ მართლა ქუჩის ბიჭები ვიყავით, რო იცოდი. მერე პროსტა დაგვიჭირეს და გვამღერეს ნოტებზე. გაგვიჩალიჩეს მრა. მერე გადაწყდა რომ უნდა გვემღერა. პიკასო ბიძია. ისე ბიძია მომწონს. ისე რომ იცოდეთ მე თქვენ სიმღერებზე ვარ გაზრდილი და რაც ხაქენით ახლა და იქნება რამე ახალი დაწეროთ თორე ხო ხედავთ შევწყვით ეს ზრდა 23 წლის კაცი რას გავარ 23 არა მართალია ისე რა მაინტერესებს ბიჭებო აი კონცერტის დროს ყველაზე მეტად რა გიხარიათ ბიძიკო ამასაკში ყველაზე მეტად გვიხარია ის ხალხი ჩვენზე ხმამაღლა რომ ღერის ჩვენს ტექსტს და გახსენება აღარ მჭირდება მახსენება დედა რა კაია ისე გრემი თუ გაქვთ აღებული გრემი არა გრემი არ გვაქვს აღებული მაგრამ ექსკურსიაზე კი ვართ ნამყოფი გრემში კი ვიდეო გუგაია შეხედე დააკვირდი აქეთ ბედინა აგერ ქუჩის მუსიკოსები
ეგერ ასტამადგას ძმობას გაბიცებ დვიჟოკი დაქოქეთ ვარა შეიძლება დენი ჩახრეს ახლა უსამეითი ისე ასეთი კარგი ჯგუფი ხართ და რა მაინტერესებს ახლა აი ვარსკვლავი თუ გაქვთ გახსნილი ვარსკვლავის გახსნა შემოგთავაზეს ufadre კი მაგრამ ჩვენ ნისიას გახსნა უფრო ვარჩიეთ მაგით გადავ ისეთი დრო იყო ეგეთი დრო იყო კი იყო აბა ვის უნდა ყავა ესე ყავას და დავლიოთ ხო კი ყავა აბა ვის უნდა ხელებს ვერ ხედავ ჩვენ გვინდა აბა ხელების მაღლა აწევას რა უხდება სიმღერა აბა ყავა ვის უნდა დარბაში ყავა არავის არ გინდა დარბაში ხელები დავანახეთ ყავა მოდის სკეჩი და სასრულს მიუახლოვდა ტექსტი არ გვახსოვდა თუმცა კიდე ვიხო ჩვენ რომ გულისებში ის ჩიქა ავწიეთ და ჭაჭა დავიეთ ამის მიზეზი ეს იყო ახლა ჩვენ ჭაჭაკი არ გვამღებს სიხარულს გვანიჭებს ხას უჭერთ ამიჭებს თასის მოგების სურვილი არ გასვენებთ ჩინური თასისთვის ღამებს ათენებთ რა ხდება თბილისში დღეს ამ ქართული გასვი მოვიგებს თუ გაახურებთ ამაზებებს ქუთაისლები ვიგებერეს თუ იცი რა ხდება თბილისში დღეს ამ ქართული გასვი მოვიგებს თუ გაახურებთ ამაზებებს ქუთაისლები მოვიგებერეს აფარა დიდი მადლობა თქვენი სილაშე იყო გუნდი KSU ქუჩის ბიჭები და ბედინა და KSU გევიდა მადლობთ ეს იყო გუნდი KSU ქუჩის ბიჭებთან და ბედინასთან ერთად და ჩვენი ფინალის ბოლო კონკურსის ბოლო მონაწილე TSU თხოვთ კარგით მოკლედ ფინალია და გჭირდება გეგმა რომ მოვიგოთ მე ვიცი მოკლედ რაღაც მაგარი გეგმა გვინდა მეგობრებო აი ძალიან მაგარი გეგმა ცოტა მშვიდი ცოტა შარიანი ასეთია ეს ჩემი უბანი სამფერი უყვარს სამი შავი და შავი ცოტა მშვიდი ცოტა შარიანი გამარჯობა ისე მე ვიცი როგორ უნდა მოიგოთ ეს ფინალი ხო პრო ვინ ახარ თქვენ საერთოდ გაგვეცანით გოგი და ჟღენტი ისე მეგობრებისთვის შეიძლება დულა ჩემი სახელი რა თენგო გამოდი აქეთ ეგ საერთოდ სხვა სერიალია დავაი დასტოინად ჩამოვიჩინა როდი ჩამოვიდა ეს ლივიიდან ისე რა მაყობელი სახეა გარა მოკლედ გეგმა გჭირდება რომ TSU-მ თასი მოიგოს TSU? კაიტო ბიჭო მე TSU მაგ დამთავრებული ხო ამარა საერთაშორისო ურთიერთობები თუ ხო მე როგორც ვალაკი აბა რა ბიჭო თუ ვაფშე რა საკეთებთ აქ ოხუნჯობ თუ ოხუნჯობ ბეკლაუნებით მაო ჩვენ ხალხს ვაცინებთ ბიჭო აი ასნა ძმაო ისე არუჩი რამე ისეთი ეფექტური ნომერი გვინდა რა ეფექტური კი ბატონო ძალიან მაგარია ბიჭო რა მოვიფიქრე იცით რამე რო იყოს ესპანეთის პუნქტი ხო არ ვიჩალეჭო რა გინდა მეთქე ბიჭო რატო უნდა გენდო ძმაო ან ანგელოზას რატო არ გეძახიან ბიჭო მე მეძახიან ანგელოზას ეს ვინგო ასტამ შენ ცაკა ხარტო ვაიმე ის სხვათა შორის რა მე და ასტამ აი 90-იანებში რა ჩვენი ერთი პონტი ქონდა რაღაც საქმე რა ხო აი ჯიმი ფელონი ხო ვაზე ჯიმი ფელონი ჩვენი გადაყვანილი ამერიკაში ასტამ ხო გახსოვს რა ჯიმი თო ახსოვს მოკლედ
ჩვენ გვინდა რომ ჟიურის გული მოვიქოთ. ჟიური? ეს ნახე, ზვიო არა, დედას გა. ზვიო? ეს ისი ამას თხოვე რა, წინაზე. კაროჩე, მეთქი. რაღაცა პატარა შოუ გამიკეთე და არ გადამაგო, დოდო. ჩვენ წარმოიდგინე ახლა მე რო კაცი გადამაგდებს ეს რა მაგარი როჟია. სხვათა შორის ჩვენ შეგვიძლია სიმღერა და დაკვრა. მიდი აბა. მოღალატე, ნეტავ როგორ გძინავს ღამე. აუ, ეგ მაისური, მაჩუქე რა. მაჩუქე. აი, თო თქვენს ყავთ ეგეთეთი, ბიჭი. რა. არა, რაღაცას გვატყუებს ხალხო ეს. მე ბაბი ვარ და სალია ღამისუფლელი ბრადიეგა გოგო. მახასიათებენ განაბები, ვისვენ ლაპარაკებით. აი, დამში. რა მოგივიდეთ? გვატყუებს ხალხო, გვატყუებს რა. რა გვატყუებს? გეფიცები? აი, სულ გუგუნები ხო ასიყარა რა? კაროჩე, მაგათ ფინალის ხოდი მე ვიჩალეჭი. მართლა? მოდი ბიჭო აქ, მოდი აქ ბიჭო შენ. აგარა ბიჭო, მოდი აქ. მოდი აქ, ეს ჩვენ ზიაპირისტია ხალხო რა მოია? გატყუებს ბიჭო, ფინალში გადაგიყვანთ თუ ნახევარფინალიდან გამოვაგდო ჟიური. ბიჭო რა ფინალი ძმაო, მე ეს ფინალი კი არ მithkoms, იქით და სეზონის ფინალი, მაგრამ მოვლენებს უსწრებ ვერ გავიგე. მარა ამერიკაშიო იქო ჩერეს ლიფითო ეს გზეისფები კარგიო საყურებს თუ გაიკეთებოდა გადაგ ხდება აი ლუკა და ნერი საქი აქ მოდი აქეთ მაინც შენი სეხნია კაცი ლუკა ქვია შემოგევა არა აგიხსნი მე რაც ქვია წამოდი დავაი მიხედეთ ლიბიის საზღვართან ვარ ბიჭო ჩვენ რა გვევალება ძმაო კაროჩე მოკლედ მოსაგებად გინდათ ხუმრობები გვაქვს და ჯანმრთელობის ცნობა რა შენ მარტო ხუმრობები ჩემი ბიჭო რამდენ ზალაპარაკებ კარგითო რა მოგივიდა აი თუ ეხანსი მო აგერ მამან დაუგზალეთ მო ისეთი ნერვიულობა გადავიტანე პროსტე თქვენ ეს ნერვიულობა გქონდაჩი კარგით ეგრე თუა მაშინ მოგებულ ფულს თქვენ მოგცემთ ვადაო მოიც რამდენია 3000 ლარი 3? ნორმალია ბიჭო მომისმინე ამაგას როგორ იხდიან ქეში თუ ბარათით ოიცა ხაჩოს დაურეკო რა მედი ხაჩო რა ვახარ ჩემი ძმა ოხა ჯიგრულად ქართული ლიგიდან გირეკავ ძმაო გაბუნია არა რა თამუნია ბიჭო ზვიად ბლიაძე ბლიაძე არა რას გაგინებ ხაჩო კაროჩე მე დაგირეკავ რა კარგით რა ხალხო ბოლო მენდოთ თუ არა რა არ უნდა მენდოთ თუ გადაო ბიჭო ეხლა რამის გადამგდები რო ვიყო ეხლა მოვიდოდი აქ როგორ გონია არ მოვიდოდა მართალია კი და ხოვაზე ხა სიმღერის ტექსტის მოგიდანეთ მართლა მაგარ გეგმა შეთოთალაზე შაგწევ ციაში ცოტა ფულს თუ გამოხვალ ლიბიდან გაგიყვანს ამერიკაში რას გვამღერებ ბიჭო გავარე ხა დათოგუმართეს კარგი მოიცა ერთი წამი სხვათა შორის ჩვენს გვაქვს სიმღერა შენზე ჩემზე ბატონო მიდი დაბა კაცი რომ შეკირდება და გადაგაგდებს უსპარ მორჩა ასეთ კაცს რა ქვია ნეტა რა ქვია და კარგი თუ გასაგებია ხო მოკლედ ეხლა ერთი ფინალური სიმღერას გვინდა და ვიგებთ იბატონო საფინალო ხიარული ცოტა საზიანი
ასეთია ეს ჩემპიონატი სამი რამე გვინდა სამი თასი და თასი დიდი მადლობა თქვენ წინაშე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ და სპეციალური მოწვევით კახა სამუშია ბიჭო მე ვარე კაროჩე მაგარი პონტი გავაძრე კაროჩე 6-ნი არიან რა 2 გიტარისტი, 2 გოგო და 2-ის გამოყნო კაროჩი რა. იტოჩი. მოკლედ, აი ეს 2 შეგვიძლია რესტორანში დავტოვოთ, ხო აზე ხარ ეს 4 კიდე, პოჩი, კონტეინერი და იალა. всё, давай. შენსაკ თუ კი უბანში ერთობა, მთელი უბანი ერთობა, ჩემი უბანი ჩემთანა, მთელი უბანი მადლობთ ეს იყო გუნდი თესეუ და კახა სამუშია. მორჩა ჩვენი ფინალი დამთავრდა სამივე კონკურსი გუნდებს ხო სცენაზე. ჟიურის კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამ კონკურსის შეფასებაც არის 10 ხულიანი. მანამდე კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ გვაქვს თასი ჩემპიონის, ძალიან ყველაზე დიდი თასი და 2 თასი არის, ეს არის საუკეთესო მოთამაშე გოგო და საუკეთესო მოთამაშე ბიჭი. ნუ იმედია, ამაზე უკვე ჩამოყალიბებულები ხართ. მოდით. მესამე კონკურსი ცნობილ ადამიანთან ერთად სკეჩი. ჭიათურა, შავი ოქრო. 10. შერეკილი ტექნიკური უნივერსიტეტი. 9. ქუთაისი ქესეუ 10. და უნივერსიტეტი თესეუ 10. ყველათ. კარგი, სანამ ეხა გავიგებთ ბოლო კონკურსის შედეგებს და მე საერთო ჯამს თუ ვინ გახდა ჩემპიონი და ასე შემდეგ. მოდით ჟიურის თხოვოთ 2 სიტყვით დღევანდელ თამაშზე გვითხრათ, მოგეწონათ, არ მოგეწონათ და ასე შემდეგ. თქვენგან დავიწყოთ ზვიად ბლიაზე თხოვზიო. დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო ჩვენს მაყურებელს, ძალიან მაგრები ხართ, ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო. მადლობა ამისთვის, ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა. უნიკალური ფინალი იყო, მინდა თქვა. ძალიან კარგები იყავით ყველა. ქესეუ დიდი მადლობა, განსაკუთრებით კითხვა-პასუხისათვის, ძალიან კარგი იყო. თესეუ დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ვიამაყე იმით, რომ თესეუელი ვარ. მადლობა, შესანიშნავი იყო და განსაკუთრებით მისალმება, პირველი კონკურსი იყო უნიკალური ჩემთვის. მადლობა. შერეკილი, დიდი მადლობა იმ ახალგაზრდული ენერგიისათვის, იმ კარგი ხუმრობებისათვის და რა თქმა უნდა, ჭიათურა, დიდი მადლობა იმ საოცრად სასაცილო პროგრამისთვის, რაც გქონდათ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ და მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც სცენაზე არ ჩანს, ვინც თქვენს მომზადებაში ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს. ეს არის დიდო კუპატაძე, შავი ოქრო და სანდრო ესაკია თესეუს, ვინც ეხმარება. კარგი და მე მინდა აქვე გამოვაცხადო თქვენის ნებართვით, რა თქმა უნდა, საუკეთესო გოგო მოთამაშე. ამ სეზონის საუკეთესო გოგო მოთამაშე არის ჭიათური და ჩვენი პატარა. კიდევ ერთხელ მადლობა შე. მადლობთ
ჯიმი აბესა. მოგესალმებით, მივესალმებით დამსწრეს საზოგადოებას, ძალიან ვინერვიულე, ძალიან მაგარი ფინალი იყო. მართლაც სრემლები მომდიოდა, ვერ გავიგე რა გამეკეთებინა და ზურა ხმელიძეს, ნიჭიერი ბიჭი ხარ, ვეტერანი ხარ უკვე და კითხვა პასუხის ყველაზე რთული კონკურსი საკუთარ თავზე აიღე და მართლა წარმატებით გაართო თავი. აი რა ვთქვა რა. ბატონ ირაკლის ვეკითხებოდი რა ქულები დავწერო თქვენ, იმიტომ რომ ყველანი ძალიან ნიჭიერები ხართ. მაგრები ხართ, მომავალი ვარსკვლავები ხართ. მადლობა დარბაზს. ყველაზე დიდი მადლობა დარბაზს, მასტა მადლობა. მადლობა ბავშვო, მე არ ვიცი პირველი ადგილი ვის ხვდა წილად და საუკეთესო მოთამაშე ვაჟი კიდე, მაგრამ რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების გზაზე მიყვარხართ. ირაკლი მეზუნიშვილი, თხოვთ ირაკლი. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით. მეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო დარბაზს, ძალიან მაგრები ხარ და თქვენს გარეშე ამ ფინალს არანაირი ფასი არ ექნებოდა, მინდა გითხრათ. ბავშვებო, ნუ საოცარი ფინალი იყო, მე უკვე რამდენი წელია მოსულიო პოლიტიკა იმაში რა. ქართულ ლიგაში. ხოდა და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ფინალი იყო, ყველაფრით გამორჩეული მუსიკალური ნომრებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბავშვებს. დაუვიწყარი ფინალი იყო. ჩემთვის მე უნდა გამოყო ერთი ხუმრობა, რომელზეც ძალიან დიდი რეაქცია მქონდა. ეს არის გამომიძახე და არ მოვედიო, ეს გია ჯაჯანიძესთან იყო, საოცარი ხუმრობა. დაინგრა დარბაზი უბრალოდ მაგ ხუმრობაზე. ძალიან ბევრი კარგი ხუმრობა იყო, მეც არ ვიცი, ვერ დავთვალე ვინ არის გამარჯვებული, მაგრამ ყველა იყავით ღირსეულები, მინდა გისურვოთ წარმატება, დიდი მადლობა და მე ვარ ბედნიერი, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. რასაც ქართული ლიგა ქვია. მადლობა, დიდი მადლობა ირაკლი. კენო პეტრიაშვილი, კენო. მოგესალმებით. მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს, დარბაზს მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა გითხრათ. თქვენს გარეშე არ ექნება ის ელფერი, ამ ყველაფერს ესეთის დიდი სიამოვნებაც არ იქნებოდა. მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა თქვენ მეგობრებო, თითოეულ თქვენთაგანს, თქვენს რეპეტიტორებს, მენტორებს, მასწავლებლებს. მე ვიცი რამხელა მზადებას და მომზადებას გადიხართ იმისთვის, რომ გულშემატკივრის და მაყურებლის წინაშე წარსდგეთ და თან ესე ძალიან მაგრად წარსდგეთ და ამ შრომისთვის, ამ მზადებისთვის კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს გულწრფელად მადლობა. ერთსაც ვერ გამოყოფ, ყველა ხართ ძალიან ნიჭიერები, ულამაზესები, უძვირფასესები და წარმატებებს გისურვებთ და ვერ წინსვლას. მადლობა. მადლობა გენო, გიორგი გაბუნია. მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს, მივესალმები გუნდებს. ტრადიციულად დამანგრეველი აპლოდისმენტები გუნდებს. ძალიან მაგარი ფინალი იყო, სვიოს და ირაკლის ჯიმის გემს ვეთანხმები. მე მართლა ასეთი მაგარი ფინალი არ მახსოვს რა, ანუ მოკლედ ძალიან ბევრი ვიცინე, ძალიან ბევრი ვიცინე, ძალიან კარგები ხართ და ქუთაისი, ბრავო, ძალიან კარგი იყო, დიდი მადლობა. თესეუ ფანტასტიკური გუნდი ხართ, ძალიან მაგარი და ძალიან მიხარია ჩემ მშობლიურ შერეკილს. მე მაშინაც თქვი რომ რაც ყოფილა ოდესმე შერეკილი, ყველაზე მაგარი ფორმაციის გუნდი ხართ, დედას გეფიცებით რა. არ ყოფილა შერეკილი ესეთი კარგი გოგობიჭებით დაკომპლექტებული, არ მიწყენენ ყოფილი ჩემი თანაგუნდელები, მეგობრები დიდი ბოდიში. მე არ მწყინს და იმაც თქვი და ჭიათურა ნუ არ ვიცი რა, საოცრება, ძალიან მაგარები ხართ, ძალიან მაგრები. და დიდი მადლობა ყველას და მე ხვდა წილად ბედნიერება გამოვაცხადო საუკეთესო სეზონის საუკეთესო მოთამაშე ბიჭი. ადამიანს თუ ანუ ეს არის რომ შეიძლება კარგად ხუმრობდე, ხო? ან კარგად, რა ვიცი, სცენაზე საშემსრულებლო ოსტატობას ავლენდე, მღეროდე, პაროდიას, ყველაფერს ერთად რომ აკეთებს, თენგუა მხოლოდ გუმბერიძე. და მე მგონი სეზონის საუკეთესო მოთამაშეზე ვთანხმდებით. თენგო გილოცავ ძალიან მაგარი ხარ. და დიდი მადლობა მოწეულ სტუმრებს, მართლა სულ აუცილებლად ყველას, გუჩის ბიჭებს, კახა სამუშიას, გია ჯაჯანიძეს და ბედინას ასევე თქვენთან და ხომ არ გამომრჩა, კიდევ ვინმე არ გამომრჩა, შერეკილიდან გამომრჩა, რა თქმა უნდა, რიბაკი ბიჭები, ღამის სარდაფი, უღრმესი მადლობა მათ ყველას. კარგი იყო ჟიურის შეფასებები, მაგრამ ჯერ ქულები. მესამე კონკურსის შედეგები ასეთი არის.
შერეკილი 58 ქულა, შავი ოქრო 50 ქულა, ქუთაისი 50 ქულა, თესეუ 50 ქულა. და საბოლოო ჯამი. შერეკილი 151 ქულა, თესეუ 146 ქულა, თესეუ უნივერსიტეტი და გამიშვიშვილო და ჩემპიონი. ჩემპიონის ტიტული გაიყეს შავი ოქრომ და თესეუ. მე როგორც ვიცი მეორე თასს გადაცემს თვითონ თავის კოლექციიდან ბატონი გენო პეტრიაშვილი. აბა. ამით ჩვენი ფინალი დასრულებულია. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.